გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR-ს. დავუბრუნდი ეს კუთხური თავშესაფარი რომ მქონდა მოწყობილი ბანაკივით უფრო. აქეთ ისევ თოვლი არის არაგარად. აღარ მეგონა რომ აპრილში თოვლს ვნახავდი. ესე ახლოდან თოვლი. გარშემო მთების уда თოვლი რა წეღან კადრში კავკასიონის ქედი იყო. აქეთ მხარესაც დიდი თოვლი არის ძალიან უფრო ახლოს ჩვენთან. ახლა ყოფებით მე და ტაისონი ზღვის დონიდან სადღაც 1200-1300 მეტრზე და აქ უკვე ცოტა არის შემორჩენილი, თან საკმაოდ თბილი მზე არის. ძალიან მაგარი რაღაც მინდა ვცადო, საქმე გავირთულო. მოკლედ, ბევრი რაღაც იქნება მეგობრებო და ჩაუჯექით, წინ გელოდებათ საინტერესო ვიდეო. დღეს უკვე ერთი თვე გავიდა, რაც გრეგორის ჩანთას ვიყენებ. ბევრ ლაშქრობაზე გამოვცადე, მაქსიმალურად ძიმედ დამქონდა ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ გატენილი მქონდა, დღესაც გატენილი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი ჩანთა არის და ძალიან შემოყვარა თავი, რაც თავარია ზუგზე, მაგრად მაზის და აი არანაირად არ მტკენს რა. იმიტომ რომ ცუდი ჩანთები ზუგს ძალიან მტკენს. ჩანთა შეგიძლიათ ნახოთ Campshire-ში. ეს არის გრეგორი Wonder 50. ამ ვიზუალით მარტივად იცნობთ. ბევრი ახალი წაქცეული ხია, დიდ თოვლობის დროს მოუგლეჯია. აქეთ სხვათა შორის ბოლოს არ მახსოვს რამდენი ხნის წინ ვიყავ მგონი, იანვრის დასაწყისი იყო თუ დეკემბრის ბოლოს აქ რო ამოვიდით მე და გიგა. აქაურობა არ დაზიანებულა ეს სიმართლე რომ გითხრათ. რაღაც არის გადავარდნილი, ამას გავასწორებ, იქითაც გავასწორებ და ეგ არის. აი სონ, წამ. ახლა მჭირდება ყვარი. ეს უნდა ჩავასუფთავოთ. უნდა დათხელდეს რა კარგად.
მეგობრებო, დღეს ცეცხლს დავანთებ ყველაზე განსხვავებული მეთოდით, რაც კი ოდესმე მიცდია. და ყველაზე რთულით, რაც ასევე ოდესმე მიცდია. მაგის რაღაცებს ვამზადებ ახლა. იმედია კარგი გამოვა. ზოგადად ფიჭვნარში ეს მეთოდი იმდენად არ ამართლებს ხოლმე გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ წესით უნდა გამოვიყვანო როგორმე ეს მეთოდი აქეთ. ერთი პრობლემა ის იქნება, რომ შეშა არის სველი, რადგანაც წინა პერიოდში თოვლი, წვიმა მარტივად არ შეება, იმიტომ რომ არ არის თბილი ამინდები მაინც ისეთი და ეგ პატარა პრობლემა იქნება. ეს არის ცენტრი. ცოტა პატარა ხრმული უნდა გავუკეთო ძალიან მცირე, რომ ჯოხი გაჩერდეს. ეს სხვა ხის ტოტია, ხმელი. თავი უნდა მოუთავო. წვეტი არაო, და ოდნავ ასე. ასეთ საქმეში ვიქტორინოქს ჯობია. ეხლა ეს უნდა მომრგვალდეს რა. როგორც გვერდები, ასევე ზედა მხარე. თლიანად უნდა გავთავო. ეს იქნება მთავარი, ერთ-ერთი მთავარი რაღაც უბრალოდ ცეცხლის დანთებაში. სწორი უნდა იყოს, ამიტომ ცოტა მოხრა აქვს ზედა მხარე და იმას წავათლი მთლიანად. რო გავასწორო. გადავიდეთ საქმეზე. ცეცხლი რომ ასე დავანთოთ, გჭირდება ესეთი სწორი თხელი ხმელი ხე, რომელსაც აქ დანის წვერით პატარა ნასვრიც გავუკეთებთ. შეგეძლიათ რამდენიმე წინასწარ გაამზადოთ. აი ასე. გჭირდება ერთი ეს ხე. ეს აქ იქნება, ეს აქ. ეს არის ასე რომ ვთქვათ, ზედა დამჭერი რა. პარაკორდის თოკი. პარაკორდის თოკს რაც შეეხება, ვაკეთებთ ერთ მხარეს აქ თავში, მეორე მხარეს მეორე ბოლოში. პარაკორდი ასე უკეთდება ჯოხს. ასე ვაკეთებთ. ესე უნდა უბრალოდ დამღავებას უნდა რომ აი ესე არ აგიცდეს, როგორც ახლა ამიცდა და მთელი ამბები. ამდენი ხახუნით ხე პრიალ დონეზე მივიდა. ფანქარის წვერივით აპრიალებს.
გაახურა, მაგრამ ჯერ არ წაკიდებულა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, სველია რა სულ ესენი. ესეც კი ნესტიანი იყო. ამოაპრიალა და ცხელია, მაგრამ ჯერ არ გაუშავებია, ხედავთ. ნახშირი წაუსვიდა ვნახოთ, აბა იქნება სემანით გამოვიდეს. იმიტომ რომ სველია და ამას რა გააშრობს, ეს მართლა მაშინ გამომშრალი უნდა წამოიღო და ეგრე გააკეთო. აი თელი ხე გახურდა რა, ხელს რო ვადებ. მაგრამ აქ ჯერ არაფერი არ არის. ტიპებს რო უყურებ ხოლმე, ვინც ეგეთ რაღაცას აკეთებს. პირდაპირ მოგთ ხოლმე გამზადებული ეს მასალა რა, ასე რომ თქვა ცეცხლის დასანთები მასალა. ესეც, ნუ ეს მარტივი გასაკეთებელია მაინც. აი ეს დააქვთ ხოლმე ყოველთვის. ნახრუტებიც გაკეთებული აქვთ ხოლმე და ეს რა საწავიდა ის საით გადავარდა. რაც მთავარია ეს ჯოხი რამაც ცეცხლი უნდა დაანთოს. ყველაზე მთავარი მოკლედ ეს ორია რა. ესენი დააქვთ ხოლმე გამზადებული და კაი გამომშრალი სპეციალური მასალა. მე მაინც ვწვდი არ მოვეშვები. ნახოთ იქნება პატარა ნაპერწკლები გავაყრევინო. ნაპყონები ამოაგდა, შეიძლება მალე იყოს. მე ეს ნაპყონები სუნიც მიცემს. ეს ნაპყონები უნდა დაყარო ხივაზე ან რამე მარტივად აღლებადზე. ეს არ გამოვიდა მეგობრებო. ცოტა დამაკდა კიდევ ვიზო. ერთზე ნახეთ. ნასვრეტი გამოვიდა უკვე. იმდენი ხანი ვატრიალე და მაინც ხიზბრალია რა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სადღაც 1 საათია ვატრიალებ მეორეზე მეთქი ჯამში ორივეზე წესით გამოვა. აი კიდე. მეგობრებო, არ ვიცი ამდენად ხედავთ. დაინახავთ შავ მტვერს. კვამლით ნახეთ. გამოდის ბოლი. ისიც არ ჩამიქრეს თორე იმას რა დაატრიალებს ხელახლა. კვარი. კვარი ისევ მეხმარება მაგრად. თუ მჯეროდეს უკვე ვაპირებდი დანებებას, ოღონდ მართლა რა მე თქვი. სხვა დროს სხვა მასალით ვთითქო და
ამას აღარ გავაგრძელებთ თქო და ერთით საცდერად ჩავთავ კამერას და ვცდით თქო თუ გამოვა თქო და მაგ დროს ზუსტად დაიწყო კვამლის წამოსვლა. კვამლი წამოვიდა და მე უკვე მეორე თუ მესამე ცდაზე გაყარა რა ეს რაღაც შავი ნაფხვენებივითაა, რასაც სულს რო უბერო, მე მარტივად ავდება რა დაფხნილი ნახშირებით. მეგობრებო, აი ახლა ვარ მართლა ტყის კაცი რა. ეს რომ ცადე და გამოვიდა. მით უმეტეს სველიხით. ახლა რეების დავაწყე იგივე ხის დაჭრელი, მანამდე რომ შეხავდი, ხო გახსოვთ? ესეც უსველია, ნახეთ. ეს კვარიან რამე არ გეგონოთ, სველი არის. ასეთი მეთოდი კიდევ არსებობს ერთი. უფრო შრომატევადია. ანუ აქ იქ თოკი და რაღაც არ გეხმარება. შენ ხარ მთლიანად რა. და მაგასაც ვთქვი შემდეგში აუცილებლად. შემდეგ ვიდეოში არა და ზოგადად. მალე ვთქვი მაგასაც. Tyson, არ გინდა? აკეთონდი? დაჯიქი. Tyson. ეს ჩაუკაკუნა. მაგარი გახარებული ორი მიცეცხლი რო დავანთი, აი სერიოზულად გეუნებით რო შევატყერო სველი იყო და თავიდან რამდენიმე დატრიალება აი ალიც არასდიოდა კვამლი უბრალოდ. ვიფიქრე რომ აზრი არა აქ არ გამოვა თქო და გამიკვირდა. და კიდევ მეგობრებო რა დავამუღამე რა. როგორ ინთება ცეცხლი? აუცილებელი კი არა, ძალიან ჩქარა ქნა. კარგი გაწევა, გამოწევა. აი ძალიან ესე ერთ ადგილზე რო ატრიალე მარტო. უყურეთ რა თემა ძალიან ჩქარა რო შვები მაგას. ბოლომდე არ მიგაქ ეს თოკი რა. აი ეს შვილდივით ხო არის? ბოლომდე არ მიდის და აი ჯოხი ჩათვალეთ ერთ ადგილზე ტრიალებს, ასე შვება. და ნაკლები ხახუნი არის მაგ დროს. ბოლომდე რომ მიდის თოკი და ბოლომდე გამოდის, ეს ხმელი ჯოხი თელ წრეზე ტრიალებს. ესე. მარჯვნივ, ანუ ორივე მხარეს ბოლომდე ტრიალებს და მაგ შემთხვევაში დავამუღამე, რომ აი ცოტა შედარებით ოდნავ ნელა რო აკეთებ. ნელა არა ზოგადად. ჩქარა, მაგრამ იმ ძალიან ჩქართან შედარებით ოდნავ ნელა. მე ეგრევე წამოიღო კვამლი და ის რაღაც ნაფხვენებიც რა. მე მარტივად დაინთო. უბრალოდ ეს ნაფხვენები პირდაპირ თივაში რო ჩაყაროთ, ეგეც რთულია, შეიძლება რამდენიმე წაზე წაეკიდოს თივას. აქთან ბევრი ბალახი ვერ ნახე. ამიტომ წინასწარ კვარის ნათლელები მქონდა იმ თივაში ჩატენილი და აი კვარზე დანა პირდაპირ გაუსვე, ესე უხახუნე რომ აი რაღაც ნაფხვენებით დაგროვებული იყო. ეგ ჩავყარე. მაგას მე ეს გახურებული შავი ნაფხვენი რო დაემატა, სული დაუბერე და ეგრევე აგიზგიზდა რა. თორე აქეთ არ იყო ახლა ინდორზე ბევრი ბალახი, ისე რომ აი კარგი გვალის უნდა შეაგროვო, ესე დაახვიოსავით, ჩიტის ბუდესავით, შუაში რაღაც გულივით გავუკეთო და მან ჩაყარო. მეორე მეთოდი მაინტერესებს, მე უეჭველი ვცდი. ცეცხლს და გაუჭირდა დანთემა, იმიტომ რომ
ძალიან სველია ყველაფერი რა. წარმოიდგინეთ იმაზე რამდენს ვიწვალებდი. მაგრამ ღირდა წვალება და აი მაგას რომ მოინდომებ და მე გააკეთებ, მე უკვე ძალიან მაგარია რა. თითქოს რაღაცა შეასრულე. აქ ყვარს გავასუფთავებ, მე დავაკუცმაცებ და მე იქნება განზადებული მომავალი ლაშქრობებისთვის. ჩანთით ხო ხშირად დამქონდა ხოლმე. გამომელია და ყვარის მხარეს არასდროს დაარტყათ, არც დანა, არც ნაჯახი, იმიტომ რომ მაგარი არის და ისხლეც. მოდი დღეს კანიანი ვცადო, აბა ერთი. სუკანს ვაცხლი ხომე რა დამიშავო. თა რაღაცნაირად არ მინდა. იყოს კანიანი დღეს. მე მინდა ნაკვერცხლი. აუ, ფიჭვის კვამზე მწარე. აი ამ ქვეყნად რამე ცუდად ვარ. ველოდები საჭმელს გელივით მშია, რასაც ქვია. მაგრამ აი წინ ისეთი ფონი მაქვს, კავკასიონის. მაგას რო უყურებ, არაფერი არ მინდა. აი მყინვარწვერს რო ხედავ ხო საერთოდ მაგიჟებს რა. რამდენჯერაც დავინახავ, შანსი არ არის რომ არ გითხრათ ხოლმე რომ აი იქ მინდა ისე ვასვრა თქო. სახშიც მაგას გავიძახი. აი ვისაც არ გამოგიცდიათ, ოდესმე თუ გენდოებათ მყინვარწვერზე ასვლა. უბრალოდ გააკეთეთ და ნახავთ როგორი რაღაც არის, როგორ ჩაგითხრევთ და თუ ჩემნაირად არ იქნებით, თუ რა თქმა უნდა ძალიან დადებითად ჩამოხვედით იქიდან. რა ზოგი მაგალითად ისეთია, რომ შეიძლება ერთხელ უბრალოდ უნდოდეს ცადოს, როგორი არის რაღაც მყინვარის დალაშქრა, ავიდეს, არ მოეწონოს თქვას, რომ ესო არ არის ჩემთვისო და აღარც სხვა დროს არ მოუნდეს. მაგრამ არ ვიცი, ეგეთი ადამიანი მგონი ძალიან იშვიათობა იქნება, იმიტომ რომ ვისაც მანდასვლა ენდოება, მაგრადაც ავა და მერე კიდე მოუნდება ჩემსავით. ისე მინატრება, ისე საკუთარ ვიდეოს უყურებ ხოლმე მყინვარწვერზე. ჩემ გადაღებული ვიდეო რაც არის, ეგ ჩამირთავს 1-2 უყურე, თავიდან ბოლომდე ისე მინატრება მყინვარწვერი. ეგრე თუ ადგილი მომენატრებოდა, ოდესმე არ ვიცოდი, ყველაზე მეტად რაც მინატრებოდა მყინვარწვერამდე, ეგ არის რაჭაში, ზემო რაჭაში უძირო ტბა.
რა გამოდის, აქეთ მხარი დაიბრაცა, მაგრამ აი კანია. კანი იმისია, რომ დაიბრაწოს. დამაბრმავა. ფიჭვის კვამლი არის ზოგადად ძალიან წარე. იგრევე წოს თვალებს. კანი დაბრაწულია, მაგრამ ქათამი არ გეგონოს დამწვარი. ძალიან წვნიანია. ძალიან რბილი და წვნიანი. მეორე ჯერია. ტყეში ყოველთვის ყველაფერი გამოდის ბევრად გემრიელი, ბევრად წვნიანი, არომატული, აი ყველაფერი რა. წამოწოლილი ვარ მეგობრებო, ახლა და ვფიქრობ აქაურობასთან დაკავშირებით, სხვა დროს როცა დავუბრუნდებით, რა შეიძლება გაკეთდეს. ერთ პერიოდი ვფიქრობდი, რომ ნაწილობრივ ახლავს ვფიქრობ, რომ ესე უბრალოდ ეს კედლები დავტოვოთ და იგაა, რა მეტი არაფერი არ უნდა. ესეთი ღია ცის ქვეშა საბანაკე ადგილი გვექნება. ახლა ცოტა ამინდებით გამოვიდეს და ხავსების ქოხში უნდა დავუბრუნდე. მანდ მაგ ისეთი მაგარი იდეა, წინა ვიდეო მეგობრებო, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ. იქ იპოვით მაგ ვიდეოში ნახავთ ტურების ხროვას, მელას, კვერნას, ბუს. მოკლედ რავი, მთელი ტყის სამყარო იყო რა. მაგ კონკრეტული ტყის. ანუ ყველაფერი მესტუმრა, რაც მან ბინადრობს. ხო და აი მაგ ქოხთან დაკავშირებით ისეთ მაგ რაღაცას ვაპირებ, რომ აი ეგ ქოხი არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რასაც მან ვაპირებ. ამიტომ მეგობრებო, აქტიურად იყავით და არ გამოტოვოთ ეგ ვიდეო. ეს არის მეგობრებო, ჩემი ახალი საკვები დანამატი, რომელიც ლაშამ რამდენიმე კვირაა საკვები დანამატების სიაში დამიმატა. ეს არის ბიფამინო, საქონლის ამინომჟავა ტაბლეტების სახით, რომელიც არის რა თქმა უნდა ცილების წყარო, ცილის სინთეზს ხელს უწყობს, მოქმედებს ძალასა და ენერგიაზე და ძალიან მაგარი რაღაც არის. უბრალოდ ტაბლეტების დალევა დიდად არ მიყვარს და ცოტა არ იყოს და რთულია ხოლმე ჩემთვის ეს მომენტი. ოღონდ ეს დამოუკიდებლად არავინ არ უნდა მიიღოს. ტრენერმა უნდა დაუნიშნოს თავის მოსწავლეს იმის მიხედვით თუ მას რა სჭირდება და რა რაოდენობით. ლაშამ როგორც დამინიშნა, დღეში 3 კვების შემდეგ 10 ტაბლეტი, ანუ ჯამში 30 ტაბლეტი. ვინაიდან ლაშქრობებზე მარტივია ამეების ტარება. ჩანთაშიც დიდ ადგილს არ იკავებს, მით უმეტეს ახლა ეს თქვენთვის საჩვენებლად მაქვს, თორე ქილით დამაქვს ხოლმე პირდაპირ გამზადებული პორციები, როგორც ბიფ პროტეინის, ასევე კრეატინის და ამინომჟავას ბოლო-ბოლო 10 ტაბლეტი და სადმე ჩააგდებ. ძალიან მაგარი რაღაც არის, ჩათვალეთ ლაშქრობაზე რომ მოდივარ, მთელ ჩანთას რო ვერ ვავსებ ჩემი 5-ჯერადი კვებით. ეს ყველაფერი მაგრად მეხმარება, რომ ცილების მიღება იმ დღეს არ ჩავაგდო და უკან არ წავიდე რა, ასე რომ ვთქვათ. ესეც კრეატინი. აი მეგობრებო, ძალიან გაბრაზებული ვარ და მე რამდენად უნდა გავუბრაზდე ამ თემაზე. აი მე რამდენად უბრალოდ. ახლა უყურეთ. ხედავთ ხო? რამდენი ბოთლია. პლასტმასის ბოთლები, რომლის გახსნასაც ძალიან დიდი ხანი უნდა. ამას ეს რო აქ დატოვო და არავინ რო არ შეეხოს საერთოდ. ამას ჩემი შვილიშვილები ნახავენ და კიდე იმათი შთამომავლები. შეხედეთ რამდენი არის. ან საიდან მოვიდა ამდენი ერთად, ან ვინ დაყარა, აი, რავია, ჯოგი იყო, ხორების ჯოგი იყო, რამდენი ბოთლი ყრია, ხო? აი, ამას როდის ვისწავლით მეგობრებო, რომ აი ეს არ გავაკეთოთ, რომ ძალიან ცუდი საქციელია როგორც ბუნებისთვის, ასევე ყოველი არსებისთვის და საერთოდ ჩვენი პლანეტისთვის, ჩვენი სამყაროსთვის.
ეს ხო არ არის კარგი საქციელი რა. აი რატო უბრალოდ. ნახეთ რამდენი აი უბრალოდ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 აქეთ არის კიდე მიმოფანტული 80-ზე მეტი არის მეგობრებო და რის გამო რომ ვიღაცას არ ვიცი ვიღაცას როგორ უბრალოდ ძალიან ბევრი არის და ეგეც მიკვირს რა არ ვიცი 20 კაციანი ჯგუფი იყო და დალიეს აქ დაყარეს თუ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ აი უბრალოდ რატო ხო ახლა მეგობრებო დღეს სამწუხაროდ დიდი პარკი არაფერი არ მაქვს წამოღებული ამდენი რო ჩავატიო რამდენი რო ყოფილიყო ხო მაგრამ ძალიან ბევრია და შემდეგში აქეთ რომ მოხვდები დიდ პარკს წამოვიღებ ამებს ავყრიფო საერთოდ და წავიღებ ძალიან ბევრი არის აქეთაც ყრია ბალახს აქვს უკვე ზედ გადავლილი იმდენი არის აქამდე არ შემიმჩნევია არასდროს ქარი ამას ვერ მოიტანდა ეს არ არის ცელოფნის პარკი რომ ქარმა გადაადგილოს საკმაოდ მაღალზე ვარ მით უმეტეს და აი ესე ქარი აი ესე ვერ ამოიტანა და ვერ დაყრიდა ეს არის ადამიანების გაკეთებული ბევრი იყვნენ სავარაუდოდ ასე დაყარეს რაც არის საშინელი საქციელი აქაც ყრია აგერ აი გდია პირდაპირად ყრია უბრალოდ თან მიკვირს გაკურებულიც ვარ რომ ამდენი ბოთლი ესე არასდროს მინახავს კი ვიცი ხოლმე რომ ვისაც არ აქვს შეგნება საერთოდ ეს ედგება და ნაგავს ყრის მაგრამ ამდენი ბოთლი შეხედეთ კიდე ნახეთ რამდენია 20 არა ძალიან ბევრი არის მეგობრებო აქ ახლა 1.50 ბოთლი ისე გდია თვითონც არაფერი რა თავიდან რომ შემოვედი რამდენიმე დავინახე და ახლა რო გამოვუყევი ძალიან ბევრი არის ძალიან ცუდია რა აი როდის ვისწავლით ქართველები რომ ესე არ გავაკეთოთ სხვა ქვეყნებისგან რაღაცა კარგი ცხონა ავიღოთ რა რამდენი მაგალითის აღება შეგვიძლია რომ უფრთხილდებიან ბუნებას ნაგავს არავინ არ ყრის არ ვიცი რა თქვა მე კი მოვარ შემდეგში ამას და ავყრებ მაგრამ აი ადამიანი საერთოდ არ გაიაზრებს ბოლომდე რომ ეგ არ უნდა გააკეთოს მაინც არაფერი გვეშველება სხვა მოვა და სხვა დაყრის ძალიან ცუდი არის აგიდე მეგობრებო ვისაც საკვები დანამატები გქონიათ რაღაც ჯადოსნური ფხნილი რომ დალებდა შედეგს მოგცემს და ამის გარეშე ჭამა აღარ არის საჭირო ასე უბრალოდ ენერგიას გმატებს, ძალას გმატებს, კუნთებს გმატებს და 1000 სისულელე. დაიმახსოვრეთ მეგობრებო, საკვები დანამატი არის საკვები დანამატი. თვითონ სიტყვა გეუბნება რაც არის, თუ შენ ყოველდღიურად შენი ცხოვრებით ხელი არ შეუწყე, შენი კვებით არ შეუწყე ხელი, ანუ სწორად თუ არ იკვებე, რაღაც არაჯანსაღი თუ ჭამე სულ აზრი არ აქვს. უნდა იკვებო სწორად. ხელი შეუწყო ძილით. მე პირადად 11-12-ზე ვიძინებ და 8-9 საათი მძინავს ხოლმე. ანუ ადრე ვიძინებ. გვიან არ დამიძინია, რავი, როდის დავიძინე არც მახსოვს, წლებია ასე ვცხოვრობ. ძილით შეუწყეთ ხელი სწორი ცხოვრებით, მავნეჩვევები ამოაგდეთ, როგორიც არის ალკოჰოლი, მოსაწევი, ყოველივე ცუდი, რაც გვაყენებს ზიანს. აი მე აქ ასეთ რაღაცებს შედეგი. თორე ამ ყველაფრის გარეშე, რომ ადამიანი ხელს არ უწყობდე და უბრალოდ გეგონოს, რომ აი დალევდა რაღაცა სისულელეა. და რაც მთავარია. ხელი უნდა შეუწყო სწორი და კარგი ვარჯიშით. ჩვენ თავიდან არავინ არ ვიცით ვარჯიში, ამიტომ გვჭირდება ტრენერი. თორე იყო დრო, როდესაც ადრე ვიძახი, ალბათ 17-18-ის ვიქნებოდი რა. ერთი ნათესავი მოვარჯიშებდა და მაშინ პირველად მივიღე პროტეინი. საერთოდ არ მქონდა შედეგი. შედეგი მქონდა იმით, რომ გამძლეობა მომემატა ვარჯიშით. საერთოდ არ მქონდა შედეგი, აი გრამიც არ მქონდა შედეგი. და რატო? სწორად არ ვიკვებებოდი და ისე არ ვარჯიშობდი, როგორც საჭირო იყო და ამის მიღებას საერთოდ არანაირი აზრი არ მქონდა. ამიტომ ყველანაირად რო ხელს შეუწყობ, მერე წამოიღებს თავისას, რაც უნდა გააკეთოს. ისე ჩემთან ვიმეს თუ გენდოება ჩემოსვლა სპარტა ფიტნესში,
ჩემი ტრენერი ლაშა საგანელიძეა და ვინმე თუ დაინტერესებული ხართ, დამიწერეთ კომენტარებში და საკონტაქტოს მოგცემთ. ვიტამინ ფაუერსაც შეეხება, ძალიან მაგარი არის და 6 თვეა უკვე ჩემ გვერდით არის ამ საქმეში. წასვლის დრო მოვიდა მეგობრებო, ვინაიდან დღეს დასარჩენად არ მოსულ ვარ. ცოტა არ იყოს და თავი მაგრა დამტკივდა. ფიჭვის კვამს თვალებში რომ მოხდება და სასუნგზებში, აი ეგ ცუდი თვისება აქვს რა, რომ საშინად ატყიებს თავს, აი გახეთქვა ზემოთ შუბლი და ეგ გვერდით ამხარე. წამალი კი დავლია სამისო დახმარების ჩანთაში. ვეყარა ციტრამონი, მაგრამ მაგასაც ხო დრო უნდა რომ წამოიღოს და სანამ მანქანაზე ჩავალწესით, წამოვა. ძალიან ცუდია რა მაგ შემთხვევაში. ფიჭვის კვამლი. დაწერეთ მეგობრებო თქვენი აზრი კომენტარებში. იდეების გამოუშვით, ყველაზე მეტად რისი ნახვა გსურთ, დაწერეთ კომენტარებში. გადავხედავ მე მაგ კომენტარებს და მაგის მიხედვით გამოგიხმაურებით ვიდეოთი უკვე. აბა მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBL Worlds.